განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინა საუბარში დავიწყეთ განხილვა და შეფასება და ყველაზე უფრო უმთავრესი წყაროების წარმოდგენა კლიმენტი რომელის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ აპოკრიფულ ნაშრომებში გაცილებით უფრო ვრცლად დაცულ აღწერილობას კლიმენტი რომელის ცხოვრებისას და რამდენადაც ეს აღწერილობა თავისთავად არაფერს შეიცავს რწმენისა და დოგმატის საწინააღმდეგოს, იმ ტრადიციის საწინააღმდეგოს, რაც კლიმენტი რომელთან არის დაკავშირებული სხვა წყაროების მიხედვით, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რომ აპოკრიფულ თხრობათა აღნიშნული მონაკვეთი ჭეშმარიტების შემცველად მივიჩნიოთ. ეს თხრობა საკუთრივ კლიმენტისგანაა პირველ პირში წარმოდგენილი და იგი მრავალი კუთხით გახლავთ საყურადღებო, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც კლიმენტი თავის თავს უაღრესად ღრმა სულიერი შეჭირვებით წარმოგვიდგენს ჩვენ, რაჟამს ეს პიროვნება პირველად დაფიქრდება ამ ქვეყნიური წარმავლობისა და სიკვდილის შესახებ. კლიმენტი გვაუწყებს, რომ როდესაც მის გონებაში აღმოცენდა აზრი ამ ქვეყნიდან გაქრობის მოსპობის შესახებ, ანუ სიკვდილის შესახებ, ძალაუნებურად გაქრთა მეორე აზრიც, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ამ კითხვას კლიმენტი ვერ სცემს პასუხს, იმიტომ რომ ორი აზრი თანაშეეჭიდება მის გონებაში, ერთი აზრით, რომელიც მის გონებას უფრო პესიმიზმისკენ მიმართავს, ამ ერთი აზრის მიხედვით არ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, რაც მას დიდად სამწუხაროდ უჩანს, მაგრამ ამავე აზრს მაშინვე განდევნის მის გონებაში მეორე აზრი, რომლის მიხედვითაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. კლიმენტი სასიცოცხლო აუცილებლად თვლის გარკვევას იმისას, გრძელდება თუ არა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე, რადგანაც როგორც თვითონვე სავსებით ხაზგასმით გვაუწყებს, ამაზე იქნება დამოკიდებული მისი ამქვეყნიური ცხოვრების სახეც. თუ კი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება, იქნებ ამ სიკვდილის შემდგომი, ანუ საიქიო ცხოვრებისთვის მზადება ამქვეყნიურმა ცხოვრებამ უნდა განაპირობოს, რა წესითაც, რა ღირსებითაც განვლით ამ ქვეყნიურ წუთისოფელს, იქნებ ამის შესაბამისად უნდა მოგვეცეს საზღაური საიქიო ცხოვრებაში. და ამიტომ, თუ კი დარწმუნებული ვართ სულის საიქიო არსებობაში, ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრებაც საიქიოსკენ მზერა მიპყრობილებმა, საიქიოსკენ მიზან მიმართულებმა უნდა წარმართოთ. მაგრამ რაწამს ამ აზრისკენ გადაიხრება კლიმენტი, რომ საიქიო ცხოვრება არსებობს და შესაბამისად მისი ამ ქვეყნიური ცხოვრებაც ღვთიური მცნებით უნდა წარიმართოს, რომ ღირსეული არსებობა დაიმკვიდროს მან შემდგომ, რაწამს აი ეს აზრი იმძლავრებს მის გონებაში, მყისვე მეორე აზრიც თანაარსებულად გამოვლინდება, რომ შეუძლებელია დაშლილი ბუნება ადამიანისა კვლავ სიცოცხლეს განაგრძობდეს რაიმე სახით შემდეგში. წუხილი, რაც კლიმენტის თანს დევს, განსაკუთრებით ცხოვრების დასრულებას უკავშირდება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს. რამდენადაც ეს მას აწუხებს, ამ წუხილიდან გამოსავალს ეგრეთ წოდებული ფორმალისტური ლოგიკით იპოვის ის, როდესაც თავის წინაშე ამგვარად განჟის. თუ კი სამწუხაროა ის ამბავი, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ გრძელდება, მოდი ამ წუხილს ჯერ კიდევ რომ ცოცხალი ვარ, ნუ მივეცემი. შემდგომი ჟამისთვის გადავდებ, როდესაც ამ ქვეყნად აღარ ვიქნები. და თუ ამ ქვეყნად არ ყოფნის ჟამს სიცოცხლე არ გრძელდება და ვერაფერს შევიგრძნობ, მაშინ იმ წუხილსაც ვეღარ შევიგრძნობ და ასე რომ წუხილი საერთოდ გაქრება ჩემგან. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ფორმალური პასუხი მას ვერ დააკმაყოფილებს, იქნება არსებობს საიქიო შემდგომ ცხოვრება და მხოლოდ ამის დადასტურება კი არ სწადია კლიმენტის საიქიო შემდგომ ცხოვრება არსებობს თუ არა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამის დადასტურება სწადია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი, რაც აიძულებს მას დაასაბუთოს საკუთარი თავის წინაშე ჭეშმარიტად გამოკვეთოს არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ამის შესაბამისად შეეცდება ის ამ ქვეყნიური ცხოვრების მოწყობასაც. რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს სიკვდილის შემდგომ კვლავ განგრძობა არსებობისა, მაშინ როგორც ჩანს ნიუანსურად წარმოჩნდება კლიმენტისეულ სიტყვებში, აღარ ჯის მას, რომ თავი შეიკავოს ამ ქვეყნიურ სიამტკბილობათაგან. მაგრამ თუ კი არსებობს განგრძობა სიცოცხლისა და თუ ამ განგრძობას, იმ ქვეყნიურ მყოფობას სახეს აძლევს ამ ქვეყნიური არსებობის წესი, შესაბამისად, თუ კი ამ ქვეყნად ღირსეულად არ ვიღვაწებ, ამბობს კლიმენტი და
საიქიო არსებობაში აღმოჩნდები, იქნებ მძიმე ხვედრი დამედოს ვალად. ამგვარ ურჭოფობაში, ამგვარ შეჭირვებაში მყოფი კლიმენტი გადაწყვეტს როგორმე საკუთარი თავის წინაშე ან ერთი დაამტკიცოს, რომ სული მოკვდავია, ან და ის, რომ სული უკვდავია. გაიგებს იგი, რომ ეგვიპტეში არსებობენ იმგვარი ადამიანები, გრძნეულნი, მოგვები, მაგიურ ხელოვნებას მიდევნებულნი, რომლებსაც თითქოს და ძალუძთ საიქიოდან სულის გამოხმობა. კლიმენტი მაშინვე გადაწყვეტს ეგვიპტეში წავიდეს და იქ საკუთარი თვალით თუ არა საკუთარი გრძნობით დარწმუნდეს სულის უკვდავებაში. მას უბრალოდ ინფორმაცია არ აჯერებს, რომ დაუშვათ მოგვმა უთხრას და სიტყვიერად დაარწმუნოს, რომ სული უკვდავია. სანამ თვით არ ვიხილავ, სანამ თვით არ შევიგრძნობ, არ დავწმუნდები, ამბობს კლიმენტი. კარგად არის ცნობილი, რომ ეგვიპტეში მართლაც ოდითგანვე არსებობდა ეს მაგიურ ეშმაკმსახურებას მიდევნებული ადამიანები, რომლებიც აღასრულებდნენ ეგრეთ წოდებულ ნეკრომანტიას, ანუ მკვდარზე მკითხაობას, მანტეია ეს ბერძნული არის მკითხაობა, ნეკროს მკვდარი და ნეკრომანტია ასეთი მაგიური ხელოვნება, ანუ მკვდარზე მკითხაობა, სულის გამოძახებას ნიშნავდა საიქიოდან. ეკლესია ამ ქმედების ჭეშმარიტებას რა თქმა უნდა არ აღიარებს, რამდენადაც სულზე მეუფება უკეთურძალას არ აქვს და თვით ისეთ მოვლენაშიც კი სამუელის სულის გამოძახება რომ არის აღწერილი ძველ აღთქმაში, მრავალი დიდი მოძღვარი აქაც ნამდვილ და ჭეშმარიტ მოსვლას სამუელის სულისას დედამიწაზე არ აღიარებს, თუნდაც წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური შრომა აქვს დაწერილი. ჩვენ ახლა ამ საკითხს არ ვეხებით, უბრალოდ ეს გაკვირით აღვნიშნეთ. მიუთითებდით მხოლოდ იმას, რომ ეგვიპტე მართლა ძველთაგანვე იყო ცნობილი მაგიური ხელოვნების კერად და ამიტომ არაა გასაკვირი კლიმენტის არჩევანი სწორედ აქეთკენ გაემგზავროს ის. მაგრამ მოხდება ისე, რომ მის ქალაქში, რომში, იგი შეხვდება ვინმე ღირსეულ პიროვნებას, რომელიც გაუცნობიერებს მას, რომ მაგია ეს უკეთურძალთა ნამოქმედარია, მათ ქმედებას დაქვემდებარებულ ადამიანთა საქმეა და უკეთურძალებთან კავშირს ნიშნავს. ამიტომ კლიმენტი დააყოვნებს ეგვიპტეში წასვლას და თუმცა მას ის დანიშნულება თავისი, რომ დაადასტუროს სული უკვდავია თუ მოკვდავი, ეს დანიშნულება და ეს პრობლემა თავისი თავისგან არ მოუხსნია, მაგრამ ეგვიპტეში წასვლას კი გადადებს. ჩვენ ძნელია დღეს გავსაზღვროთ, ვინ იყო ეს პიროვნება, ვინც კლიმენტის განზრახვაში აწვევინა, მასში ჩვენ ვერ ვიგულისხმებთ ქრისტიანს, იმიტომ რომ ამავე აღწერილობით კლიმენტი ქრისტიანდება და ქრისტიანულ მოძღვრებას გაეცნობა მოგვიანებით და ქრისტიან შეხვდება მოგვიანებით. ამის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანში უნდა იგულისხმებოდეს ძველი აღთქმის მოღვაწე. ძველი აღთქმის მოღვაწე, რომელსაც ჯერ კიდევ არ სმენია ახალი აღთქმის შესახებ და ძველი აღთქმის რჯულითაც მოგვობა, რა თქმა უნდა, აკრძალულია და ეშმაკეულ საქმეთაა მიჩნეული, ღვთის საქმეთ ის არ ითვლება. ამიტომ ეს პიროვნება თავისთავად ძალიან საინტერესოა, კვლავ ხაზს გავუსვამთ, როგორც ჩანს ის იყო ვინმე ძველი აღთქმის მართალთაგანი, მართალთა მსგავსი. ამის შემდგომ მცირე ჟამი გავა და კლიმენტის ყურს მიწვდება ამბავი იმის შესახებ, რომ იუდიაში გამოჩნდა ვინმე მოღვაწე, რომელიც ჭეშმარიტებას ქადაგებს, უცხორა მკაცი. რა თქმა უნდა, კაცად აღიქმება მაცხოვარი ხილველთაგან, ადამიანთაგან და მომენტში, როდესაც იგი პირველად იხილეს, ნაკლებად იცოდა ვინმემ და ნაკლებად ხედავდა ვინმე მის მოწაფეთა შორისაც კი, რომ იგი იყო ღმერთი განკაცებული. ეს თანდათანობით გაცნობიერდება კაცობრიობის წინაშე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მოღვაწე არაჩვეულებრივია და ადამიანისთვის არაბუნებრივ და მიუწვდომელ ქმედებებს და სასწაულებს აღასრულებს, ეს ყველასთვის თვალსაჩინო ხდება და სწორედ ეს ამგვარი ამბავი მიწვდება კლიმენტის სმენას, ამიტომ ის გადაწყვეტს, რომ დაუყოვნებლივ წავიდეს იუდეაში, თავისი თვალით იხილოს ახალ მოვლენილი ქადაგებელი ჭეშმარიტებისა, აღმოივსოს თავისი გული ამ მისთვის ჯერ კიდევ უცხო სიბრძნით. კლიმენტი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, სისრულეში მოიყვანოს თავისი ჩანაფიქრი, ის ხომალდში ჩაჯდება, დაემგზავრება ხომალდს, მაგრამ მოხდება ისე, რომ ღამით ამოვარდება ქარიშხალი და ხომალდი მიადგება ქალაქ ალექსანდრიის ნავსაყუდელს. კლიმენტი გადმოვა ნაპირზე და ღვთისგანგებით მოხდება ისე, რომ ქალაქ ალექსანდრიაში ამ დროს ქადაგებლობას ეწევა მაცხოვარ შედგომილი მისი მოწაფე ბარნაბა მოციქული.
საზოგადოდ ქალაქი ალექსანდრია შეიძლება ამის აღნიშვნა გახდათ ყველაზე უფრო ფილოსოფიზირებული, აი ასეთი ტერმინი შეგვიძლია მოიხმოთ, ფილოსოფიზირებული ქალაქი მაშინდელ მსოფლიო ოიკუმენაში ერთ-ერთი შედარებით გვიანდელი წყაროს მიხედვით, კერძოდ ეს გახლავთ წმინდა გრიგოლ საგვირველთმოქმედის ცხოვრება. გრიგოლი მესამე საუკუნის მოღვაწეა, ეს შრომა დაწერა წმინდა გრიგოლ ნოსელმა მეოთხე საუკუნეში. ამ შრომის მიხედვით მესამე საუკუნეში ქალაქი ალექსანდრია ამ ქალაქის თვით რიგითი მცხოვრებლებიც კი იმდენად გამსჭვალულნი იყვნენ ფილოსოფიური და ღვთისმეტყველური იდეებითა და სწავლებებით და ტერმინოლოგიური ძიებებით, რომ ამ ძეგლში ამგვარად უწყებული, როდესაც მე მწვანილეს შეეკითხებოდი თუ რა ღირს მწვანილი, ის კი პასუხებდა, რომ ღმერთი არსებით ერთია და პირით სამი. და თუ შეეკითხებოდი სხვას, რომელიმე ვაჭარს რა ღირდა მისი საქონელი, ის კი პასუხებდა, რომ ხატი სხვა არის და ბუნება სხვა არის. და ამგვარი რამ ახლა რაც გვახსენდება დაახლოებით ამგვარი მონაცემია ამ ძეგლში წარმოდგენილი, ამგვარად ფილოსოფიური გახდათ ეს ქალაქი. ასეთ ქალაქში შედის კლიმენტი და როგორც ჩანს ეს ქალაქი მაშინაც ამგვარი იყო, იმიტომ რომ ის ნაწილი აღნიშნული თხრობისა, რაც ბარნაბა მოციქულის ქადაგებას უკავშირდება და რასაც შემთხვევით დაესწრება კლიმენტი, ამავეს ამჟღავნებს აღნიშნული ქალაქის ამგვარ განწყობილებას გვიმჟღავნებს ჩვენ. ბარნაბა მოციქული ქადაგებს მგზნებარეთ მარტივი სიტყვით, მაგრამ მის გარშემო შემოკრებილნი აღსავსენი არიან ფილოსოფიური იდეებით, წინასწარ განწყობილნი არიან პაექრობისთვის მათ მარტივი და გრძნობადი გადმოცემა ჭეშმარიტებისა, რა თქმა უნდა, არანაირად არ მიიღეს, სასმენელნი მათნი დახშულნი არიან ამგვარი სიტყვისთვის. ერთადერთი აღმოჩნდება მხოლოდ კლიმენტი, რომელიც შეიწყნარებს ბარნაბა მოციქულის მარტივად ნამცნებ ჭეშმარიტებას, განიმსჭვალება ამ ჭეშმარიტებით და როდესაც გარშემო დამსწრე საზოგადოება თითქოს და ფილოსოფიურ შეკითხვებს უსვამენ ბარნაბას და სინამდვილეში მიზნად ისახავენ მის სასაცილო დაგდებას, მისთვის დაცინვას, კლიმენტი შეიჭრება ბრბოში, გვერდით დაუდგება ბარნაბას, მგზნებარეთ მიმართავს გარშემოჯარულ უგუნურთ, ფაქტობრივად დამოძღვრავს კიდეც მათ, რომ მართებდათ ჭეშმარიტების სიტყვა იმავე უბრალოებით მიეღოთ, როგორც ეს ბარნაბასგან წარმოითქვა, მათ კი გული დაუხშეს ჭეშმარიტების სიტყვას და იმავე უგუნურებაში დარჩნენ, რაშიც მანამდე იყვნენ. ხოლო ბარნაბა, როგორც ჭეშმარიტების მსახური და ქადაგი, კლიმენტისთვის იმდენად ძვირფასი აღმოჩნდება, რომ დაუყოვნებლივ შეემოყвსება მას, ჩვენ გვინდა რომ ეს ძველი ქართული სიტყვა აღდგეს სიტყვათ ხმარებაში, ანუ სიყვარულით დაუკავშირდება, დაუმეგობრდება, ანუ შეემოყвსება მას და ბარნაბაც სიყვარულის სანაცვლოდ აღუთქვამს კლიმენტის, რომ თუ კი იგი იუდეაში ჩავიდოდა, შეახვედრებდა პეტრე მოციქულს. ჩვენ ახლა დეტალურად უფრო მეტად ამ თხრობას ვერ გავყვებით, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ეს თხრობა, აღნიშნავთ მხოლოდ რომ კლიმენტის შემდგომში მართლაც ჩადის იუდეაში, ის მიდის იმ ადგილას, სადაც მოციქულები მკვიდრობენ. ბარნაბა მოციქული მას შეიყვანს მოციქულთა სამყოფელში, წარუდგენს პეტრე მოციქულს და აქედან ედება სათავე კლიმენტის მოწაფეობას პეტრე მოციქულისადმი. ეს ის წამია, როდესაც პეტრეს უკვე გადაწყვეტილი აქვს სამისიონერო ღვაწლის დაწყება ანტიოქიის რეგიონში, მას სჭირდება ვინმე თანამოსაგრე, ერთგული თანამოღვაწე, აგრეთვე ისეთი თანამოღვაწე არა მხოლოდ ქადაგებლობაში და ღვაწლში, არამედ აგრეთვე იმგვარი პიროვნება, რომელიც მის ამ მოღვაწეობას წერილობითაც შემოუნახავს შთამომავლობას. ამგვარი ღირსებების მქონედ განჭვრეტს იგი კლიმენტის და შესთავაზებს მას, რომ გაუწიოს თანამოსაგრეობა მისიონერულ ღვაწლში. კლიმენტი, რა თქმა უნდა, სიხარულით მიიღებს პეტრესეულ შემოთავაზებას და მეორე დღიდან ისინი მიდიან სამოღვაწეოდ, რაც ამ აპოკრიფულ წყაროებში ასევეა შემონახული ცალკეულ წიგნებად, 20 წიგნად კერძოდ, რომლებსაც პეტრეს კერიგმები ეწოდება. კერიგმა, ბერძნული სიტყვა ქართულად გახლავთ იგივე რაც ქადაგება, პეტრეს კერიგმები არის იგივე პეტრეს ქადაგებები, მაგრამ ამ შემთხვევაში კერიგმები თარგმანში ჩვეულებრივ რჩება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს კერიგმა პირდაპირ გაგებით ქადაგებას არ ნიშნავს. ფაქტობრივად ეს აპოკრიფული შრომა, რაც გითხარით, იმავე კლიმენტი, რომელს უკავშირდება, რომ მან დაწერა და რაც პეტრე მოციქულის მისიონერული ღვაწლის ამსახველი ანტიოქიის რეგიონში,
სინამდვილეში არის არა მართლაც ქადაგებები ან ხომილიები, არამედ სიუჟეტის მქონე ცალკეული თხრობანი, რომელშიც ასევე ჩართული ქადაგებანი, მაგრამ ქადაგებათა გარდა ასევე მონაკვეთებია აღწერილობითნი სხვადასხვა რეგიონების მოხილვისას პეტრესა და საკუთრივ კლიმენტის ამ შემთხვევაში პირველ პირში სამოღვაწეო სახე იქ დეტალურად არის გადმოცემული. ამგვარი განგრძობა ექნება კლიმენტი რომალისგან ჭეშმარიტების ძიებას, ასე დაემოწაფება ის პეტრეს და პეტრესთან ერთად ყველა სხვა მოციქულს და ამგვარი წესით გახდება იგი მათი ყველაზე უფრო ღირსეული მემკვიდრე. შემდგომ აღწერილია ერთ ნაწილში აპოკრიფული ლიტერატურისა, თუ როგორ დადგება ჟამი პეტრე მოციქულის აღსასრულისა და კვლავაც როგორ გამოარჩევს იგი კლიმენტის, რომ სწორედ მან განაგრძოს მისი, ესე იგი პეტრეს ღვთელმთავრული მოღვაწეობა. ღვთელმთავრულ მოღვაწეობაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ პეტრე მოგეხსენებათ გახლავთ რომის ეკლესიის საფუძველდამდები და პირველ ეპისკოპოსად მრავალი წყაროს მიხედვით სწორედ პეტრე მოციქული მიიჩნევა და აქ ამ წყაროში სწორედ აქ გაკრთება აზრი მის შესახებ, რომ რომის პაპად სწორედ პეტრე მოციქული დაადგენს და აკურთხებს კლიმენტის. მისგან იღებს კლიმენტი ხელდასხმას, თუმცა უწევს ძალიან დიდ წინააღმდეგობას, მას აკრთობს და აშინებს ეს უდიდესი პასუხისგებლობა, მაგრამ აქ საყურადღებოა სხვათა შორის, რომ პეტრე მოციქული ირიბი მეტყველების წესით, პირუკუ მეტყველების წესით დააჯერებს კლიმენტის, რომ ეს ღვაწლი მან უნდა იტვირთოს. ირიბი მეტყველება და ანტიმეტყველება ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ კლიმენტის ასეთი სიტყვებით მიმართავს იგი პეტრე, რომ თუ შენ არ გნებავს პაპობა, მაშ მომიძებნე სხვა ვინმე, გამოძებნე სხვა ვინმე, რომელიც შენებრ თანამოსაგრე ყოფილიყო ჩემი, შენებრ თანმხლები ყოფილიყო ჩემი დიდ და რთულ ღვაწლში, შენსავით შემკული სათნოებებით და შენსავით აუცილებელი და საჭირო, როგორც მღვდელმთავარი, როგორც მწყემსი რომის ქრისტიანებისთვის. ის სხვათა შორის იქვე მოცემულია ძალიან მკაცრი გაფრთხილებაც პეტრე აფრთხილებს კლიმენტის, რომ თუ იგი ღირსეულად არ ატარებს ამ პატივს, მას ვერ უშველის, რა თქმა უნდა, პეტრესადმი მოწაფეობა და იგი უფრო მეტად დაიჯება ვიდრე სხვანი, რომ სასჯელი ცხადია არც მას აცდება. სწორედ ეს აშინებს, რა თქმა უნდა, კლიმენტის, მაგრამ პეტრე მოციქულის სიტყვათაგან დაჯერებული შეუდგება ამ ღვაწლს, რომის პაპობისას. ამ წყაროში კონკრეტულად არ არის საუბარი იმაზე, პეტრემ ეს კურთხევის აღსრულება მაშინვე დაავალა კლიმენტის, თუ მანვე, ესე იგი პეტრემვე განუჩინა მას ამ კურთხევის გადავადება, რომ სხვებს მიეღოთ ჯერ რომის პაპობა და შემდგომ ეტვირთა იგივე პაპობა კლიმენტის. ამ წყაროში აშკარად დაფიქსირებული მხოლოდ ის გახლავთ, რასაც ჩვენ წინა საუბარში ვამბობდით, რომ კლიმენტის კურთხევა რომის პაპად უშუალოდ პეტრე მოციქულისგან მოხდა. შემდეგ აღესრულება პეტრე მოციქული და კლიმენტი გვაუწყებს, რომ ამის შესახებ, ამ მოვლენის შესახებ და აგრეთვე იმ ყოველივე შესახებ, რაც მე წერილობით აღწერე, ამბობს კლიმენტი, ვაუწყე იაკობს, იერუსალიმის ეპისკოპოსს და თან გაუგზავნე ის აღწერილობაც 20 წიგნად, როგორც შემცველი უდიდესი და უღრმესი საუნჯისა, საუფლო სწავლებისა პეტრესგან ქადაგებულისა. ეს ვრცელი და უზარმაზარი აღწერილობანი, რაც როგორც უკვე აღნიშნეთ, პეტრეს კერიგმების სახელს ატარებს და რომლის დამწერადაც და ან შეიძლება ასე ითქვას, ჩამწერადაც კლიმენტი რომაელი ივარაუდება, ზოგ შემთხვევაში მართლაც ძალიან საყურადღებო სწავლება შეიცავს, მაგრამ მთლიანობაში, ამას ჩვენ მოგვიანებითაც აღნიშნავთ, მისი საღვთო წერილად მიჩნევა, რა თქმა უნდა, ყოვლად შეუძლებელია, იმიტომ რომ მრავალი რამ გაუკეთურებული აზრი ამ შრომაში უეჭველად თავს იჩენს. ერთი რამ დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია დაბეჭდებით ვთქვათ, რომ პირველ აღწერილობა ამ შრომისა მართლაც კლიმენტის ეკუთვნის, კლიმენტი რომელმა აღწერა პეტრე მოციქულის მოღვაწეობა ანტიოქიაში, მაგრამ ისევ როგორც მისგანვე დაწერილი მოციქულთა განწესებანი, ესე იგი კლიმენტი რომელისგანვე დაწერილი მოციქულთა განწესებანი 8 წიგნად, რაზე ჩვენ დიდაკესთან დაკავშირებით ვრცლად ვისაუბრეთ, აი ისევ როგორც ეს შრომა თავდაპირველად უწმინდესი გვიანდელ საუკუნეებში გაირღვნა გადამწერთაგან, ეჭვი არ არის, რომ ამგვარივე ხვედრი ირგუნა პეტრეს კერიგმებმაც გვიანდელ გადამწერთაგან ბევრი რამ მასში გაუკუღმართდა და ამიტომაა, რომ ეს აღწერილობანი შეწყნარებულ აპოკრიფად ეკლესიას არ მიაჩნია, თუმცა ეკლესია არასოდეს უარყოფდა მასში ცალკეული ჭეშმარიტი მონაკვეთების არსებობას, რომლებიც ცხადია კლიმენტი რომაელის კალამს ეკუთვნის.
ეს უკვე სამწერლობო მოღვაწეობას ეხება, ჩვენ ახლა ფაქტს აღნიშნავთ საკუთრივ პეტრე მოციქულთან დაკავშირებით, კვლავ ხაზს გაუსვამთ, რომ პეტრე მოციქულის აღსრულებამ კლიმენტი რომაელის პასუხისგებლობა კიდევ უფრო გამოკვეთა, იმიტომ რომ მან იტვირთა მისი მემკვიდრეობა, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ეს მემკვიდრეობა რომის პაპობისა კლიმენტიმ ორი სხვა რომის პაპის შემდგომ განახორციელა საქმით, კერძოდ ლინოსისა და ანენკლეტოსის შემდეგ, მაგრამ ამას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს, დროით გადავადებას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ისიც კი შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სწორედ პეტრეს განჩინებით და უფლისმიერი განგებულებით იმ ჟამს განხორციელდა კლიმენტის პაპობა, როცა ეს განსაკუთრებით აუცილებელი იყო. ამაზე კლიმენტ რომაელის შემოქმედებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, მაგრამ აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ეს გადავადება პაპობის აღსრულებისა ღვთისგანგებით უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ რთული პერიოდი რომის ეკლესიას, განსაკუთრებით რთული იმ პირველ საუკუნეში სწორედ ამ ეპოქაში დაუდგა საკუთრივ რომის ეკლესიას არა, მაგრამ საქრისტიანოს, კერძოდ კორინთოს ეკლესიას და რომ არა იმ პერიოდში კლიმენტე რომაელი ეს უდიდესი და უსაჩინოესი მოძღვარი შეიძლებოდა რომ კორინთოს ეკლესიის არეულობა ძალიან მძიმედ დაბოლოებულიყო. ამჯერად ამაზე შევწყვეტ კლიმენტი რომაელთან დაკავშირებულ ჩვენს მსჯელობას და შემდგომ საუბარში უფრო დეტალურად შევეხებით უკვე კლიმენტი რომაელის წერილობით მემკვიდრეობას. გმადლობთ ყურადღებისათვის.